ჩვენი გადაცემის სტუმარი ვიქტორი ყიფიანი GeoCase-ის თავმჯდომარე შემოგვიერთდა. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი ამ თემას გავაგრძელებ რა თქვენთან, იმიტომ რომ დღეს ასევე უპრეცედენტო შემთხვევა ვიხილეთ, როდესაც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ღიად იკრიბებიან და მსჯელობენ იმ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, ანუ არ გაურბიან საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების ღიად გამოხატვას, როგორც გვახსოვს ყოველთვის ბიზნესი ცდილობს ხოლმე, თუ კი ამის შესაძლებლობა ეძლევა ბოლომდე რაღაცნაირად არ შევიდეს ღია დაპირისპირებაში ხელისუფლებასთან, თუმცა როგორც ჩანს, ახლა ხედავენ, რომ ძალიან მძიმედ შეიძლება განვითარდეს უახლოეს მომავალში პროცესები, შესაბამისად გადაწყვეტეს, რომ ამაზე საჯაროდ ისაუბრონ. თეიმურ ჭყონიას კომენტარს ვკითხულობდი, ის ამბობს, რომ შიდა გარე პოლიტიკა გვაჩვენებს იმას, რომ ცუდ სიტუაციაში ვართ მეგობრებო, არიან ადამიანები, რომლებსაც სანქციები ჯილდო გონიათ, ეს ჩემთვის აუხსნელიაო, ანუ ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ბიზნესი თვლის, რომ საერთაშორისო სანქციები სრული ეფექტით ქართულ რეალობაზე და მათ შორის ეკონომიკაზე არ ასახულა. აი ფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილის ერთად დგომა შეძლებს ხელისუფლებაზე გარკვეული წნეხი მოახდინოს, ან რა შეიძლება ბიზნესმა გააკეთოს იმაზე მეტი დღეს, ვიდრე საჯარო განცხადება, ვიდრე საჯარო დისკუსია, საკუთარი პოზიციების ღია დაფიქსირება. კიდევ შეუძლია რაიმეს გაკეთება? ალბათ თავარი რაც შეიძლება ბიზნესმა გააკეთოს, ჩვენ არაერთის გვითქვამს, ეს არის საკუთარი ხმის შეძენა. წინააღმდეგობის ის მოძრაობა, რომელსაც ჩვენ დღეს საქართველოში ვხედავთ, გამორჩეული არის არა მარტო იმით, რომ კონკრეტული მართვის სისტემის მიმართ წინააღმდეგ არის მიმართული. ეს მაინც შედარებით ლოკალური ამოცანა არის. გაცილებით რომ დიდი ამოცანა არის, რას გვთავაზობს ის ჩვენ სანაცვლოდ და ჩვენ როდესაც ხანდახან ესეთ ამაღლებული მოლოდინებით ვსაუბრობთ ამ მოძრაობაზე, ეს ამაღლებული განწყობა უკავშირდება იმას, რომ ერთხელ და საბოლოოდ რაოდენ ბანალური არ უნდა ჟღერდეს ჩემგან ამის მხრივ მოლოდინი, წიგნიერებამ უნდა ჩაანაცვლოს უწიგნურობა და განათლებამ უნდა ჩაანაცვლოს უვიწობა. ჩვენ სამწუხაროდ ამ ფორმაციამ ქართული მართვისა, რაც შემოგთავაზა, მათ შორის გარდა სხვა მანკიერებებისა, არის აი ესეთი მენიუ მართვის სისტემაში. ამდენად ბიზნესთან დაკავშირებით იგივე ჟამი გადასვაფერების, ტრანსფორმირების, გარდაქმნის, გადასვაფერების დადგა ქართული ბიზნესისთვის, როდესაც დღეს ვთქვი, რომ ობიექტიდან ის უნდა გადაიქცეს სუბიექტად. მიეჩვია ქართული ბიზნესი, მივეჩვიეთ ჩვენ, რომ ქართულ სივრცეში ქართული ბიზნესის წარმატება არა სტენფორდის, იეილისა და ჰარვარდის კანონებს ეფუძნება, არამედ სიახლოვეს ხელისუფლებასთან. ეს გარკვეულწილად მათთვის პრივილეგია, მაგრამ ამავე დროს ძალაუნებურად ტყვეობაში საკუთარი თავის მოქცევაც არის. ამიტომ ეს უნიკალური საშუალება არის მათთვის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საკუთარი ხმის შეძენა, საკუთარი მეობის, საკუთარი თავმოყვარეობის, პატიმოყვარეობის და ერთ-ერთი ალბათ აი თქვენ იკითხეთ, რა შეიძლება დამატებით გააკეთოსო, შეიძინოს საკუთარი პოლიტიკური წონა ქართულ საზოგადოებრივ პროცესში. და იკონკურიროს დანარჩენ ბიზნესებთან თავისუფალ გარემოში, რაც მათ შორის ნიშნავს ხელისუფლებასთან უსამართლო, უსწორო და უკანონო გარიგებებზე უარის თქმას. კახა ხაზარაძე იყო წინა გადაცემაში ICR ჯგუფის დამფუძნებელი ჩემი გადაცემის სტუმარი და ძალიან საინტერესო რამ თქვა, რომ ახლა ხელისუფლება ცდილობს, რომ აი ამ პოლიტიკურ ნიადაგზე ბიზნესიც გახლიჩოს და ბიზნესიც დააპირისპიროს ერთმანეთთან. ჩვენ გვინახავს მანამდეც ხომ არაერთი ხელისუფლების პირობებში სხვადასხვა პოლიტიკური არჩევანის, პოლიტიკური გემოვნების მქონე ბიზნეს სუბიექტები, მაგრამ აი ასეთი პირდაპირ კონფრონტაცია არ ჩავთვლი რა თქმა უნდა იმას, რა ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს, იქ ბიზნესი არ იყო მდენად ერთმანეთთან დაპირისპირებული, რამდენადაც ბიზნეს რეკეტი ხორციელდებოდა. ანუ ახლა ამ მოცემულობაში აი კერძო სექტორის პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირებას და გახლეჩას ცდილობს ხელისუფლებაო ასეთი განცდა რჩება მას და მან თქვა, რომ თუკი ბიზნესი შევძლებს ჩვენ ერთად დგომას, მაშინ ვერავით არის ხელისუფლება ვერ მოგვერევაო და იზიარებთ თუ არა მის აი ამ განცდას თუ დაკვირვებას შეიძლება? დიახ, ვიზიარებ. კონცეპტუალურად ალბათ ბატონი კახას ნათქვამი ჩვენ შეგვიძლია შემდეგ ანალოგს შევადაროთ.
როდესაც ესა თუ ის ქართული ხელისუფლება ცდილობს კონტრასტულ ფერებად დაყოს საზოგადოება შავ ან თეთრ ფერებში, გახლიჩოსო თქვენ გამოიყენეთ ესეთი სიტყვა, მაგრამ შავ ან თეთრი ფერის ბანაკებად დაყოს და შუაში არ დატოვოს ის დამაბალანსებელი, რასაც შუა ფენა ქვია, საშუალო ფენა ქვია. აი ესე არის ბიზნესის შემთხვევაშიც. კარის ბიზნესმენები, წარმატებული ბიზნესმენები და შედარებით ისეთი ბიზნესები, რომლებიც კართან, იმპერატორთან, მზეზე მაღალთან დაახლოებული არ არიან და ცდილობენ, რომ თავისი კვალი გაიკვალონ, თავისი წარმატება გაიკვალონ საკუთარი ძალისხმევით. აი ახლა მე ჩვენ როცა ვთქვით პირველ ნაწილში თქვენ კითხვაზე პასუხს როცა ვაღალიბებდი, რომ ეს არის უნიკალური საშუალება, საშუალო ბიზნესში, ბიზნეს გარემოშიც კი გასაშუალებული განწყობების შექმნისა. ეს არ ნიშნავს სხვათა შორის ახლა თქვენ თქვით დაპირისპირება. დაპირისპირება ამას არ ნიშნავს, მაგრამ თუ შენ ბიზნესი ხარ, როგორც გადასახადის გადამხდელი, შენ მუდმივ ოპონირებაში უნდა იყო ხელისუფლებასთან. ეს ოპონირების რეჟიმი, როდესაც შენ გასცემ გადასახადების სახით, შენ კიდევაც უნდა მოითხოვდე. აი ეს გაღებისა და მიღების მოძრაობა, ეს უნდა იყოს ცივილურ ნორმებში მოქცეული და ის ჩამნაცვლებელი სისტემა, რაზედაც მე და თქვენ ვსაუბრობთ, როდესაც რაღაცის დემონტაჟი უნდა მოხდეს და გარდაქმნა, მათ შორის გარდაქმნილი სისტემა ასე ცივილურობას უნდა მოითხოვდეს, სხვაგვარად წარმოუდგენელია. სხვა თემებზე მინდა უცებად გადავიდე დღეს, როდესაც საკადრო ტექსტს წერდი და მინდოდა ბევრი ამბავი ერთ სათქმელში ჩამეტია, დავასათაური ასე, რომ აი მომავალი კვირა გვაქვს მოლოდინების კვირა. პირველი მოლოდინი უკავშირდება სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციის ცვლილებას ტრამპის ადმინისტრაციით. ახლა ქართულ ოცნებას, რა თქმა უნდა, ისეთი პოზიტიური განცხადებები აღარ გაუკეთებია, რომ აი ბაიდენი მოვა და გადატვირთვა ურთიერთობებისა დაიწყება საქართველოსთან მიმართებაშია, თუმცა აგერ კახკალაძე ამბობს, რომ შეიცვლება ადმინისტრაცია, მერე დავიწყებთ ჩვენ ურთიერთობების დალაგებას. თუმცა ოპოზიცია დარწმუნებულია და მით უფრო ვაშინგტონში ვიზიტად მყოფი ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც მათ შორის ტრამპის თანაგუნდელებთან გამართეს შეხვედრები, რომ სანქციები არა მხოლოდ გაგრძელდება ქართული ოცნების წარმომადგენლების წინააღმდეგ, არამედ კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება. აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე შეიძლება რაიმეს პროგნოზირება, როცა კიდევ ერთი მოსაზრებაც არსებობს, რომ ეხლა ტრამპს საერთოდ არ ცალია საქართველოსთვის და როდის მოიცლის კაცმა არ იცის. რა თქმა უნდა, ბატონი კახი დაალაგებს ტრამპთან ურთიერთობებს რესტორან ბაბილოში. ეს ვთქვათ არასამუშაო საათებში ცუდად გაჟღერებული შავი იუმორი არის ჩემი მხრიდან. ეხლა რაც შეეხება ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ქართული ოცნების მესვეურებმა სამწუხაროდ ვერ გაიაზრეს, რომ მიუხედავად 1000 გვარი დოქტრინალური ახსნისა ტრამპის ხელწერის, რომ ეს არის ტრანზაქციური საქმიან გარიგებთან დაახლოებული, მაინც მათ ცნობიერებაში ერთმა გაგებამ ვერ დაიკვირა ადგილი, რომ დასავლური დემოკრატიები მიუხედავად მათი ხარვეზიანობისა და პრობლემურობისა და ეს ხარვეზები და პრობლემები დღეს თვალსაჩინო არის ისე, როგორც არასდროს მანამდე, ეფუძნება გარკვეულ სისტემურობას. სისტემურობა მათ შორის ეფუძნება ინსტიტუციონალურობას. ინსტიტუციონალურობა მათ შორის ნიშნავს გარკვეულ ინერციას პოლიტიკის გატარებაში. ასე რომ, თუ ვინმეს გონია, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ მკვეთრი წყვეტა მოხდება ამ ინსტიტუციურ პოლიტიკაში და ეს ინერცია უცებ გაჩერდება და რაღაც გადავა ერთი მდგომარეობიდან მეორეში, ეს რა თქმა უნდა მცდარი მოსაზრება არის. ინერციულობას მათ შორის შეერთებული შტატების პოლიტიკაში ქმნის ბიუროკრატია, სამოქალაქო მოხელეები. ეს არის სწორედ ის ხაზი, რომელზეც ჩვენ ჯიუტად ეს მარტო ქართული ოცნების პრობლემა არ არის. ყოველთვის ვამბობ თუ არს, ეს არის ინსტიტუციური მემკვიდრეობა, ეს არის ინსტიტუციური მეხსიერება. ეს არის ის წესები აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი სახელმწიფოსი, რაც და ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, ზურგი გვაქვს შექცეული 3 ათწლეულზე მეტი. ეხლა ზოგადად როცა საუბარი არის კიდევ თქვათ აი ტრამპის ინტერესებზე, ეს გაცილებით უფრო დიდი თემა არის. რა თქმა უნდა, გარკვეული იცით სიფრთხილე მოლოდინებში არა მარტო ქართულ ოცნებას, არამედ ჩვენს უნდა გქონდეს და ეს სიფრთხილე სხვათა შორის მარტო იმაში არ გამოიხატება, ტრამპი განაგზობს თუ არა ბაიდენის მიერ წამოწყებულ სასანქციო პოლიტიკას. ჩემთვის ეს საკითხი გაცილებით უფრო მაღალ თამასაზე გადის. და რამდენად საქართველოს იქნება შეერთებული შტატების ინტერესთა რადარებზე. ახლა ჩვენ ვიხილეთ სენატში გარკვეული მოსმენები დანიშვნებთან დაკავშირებით, იქ მარგო რუბიოსთან, სხვებთან
გამოიკვეთა გარკვეული პრიორიტეტები, ჩვენ ეხლამეს უნდა შევეგუოთ და ეს არის მწარე რეალობა და ეს რეალობა არ უნდა გვაშინებდეს. საქართველოს თემა, რა თქმა უნდა, როგორც განცალკევებული ვერ იქნება. ჩვენ ამაზე პედალირება არ უნდა მოვახდინოთ. ჩვენ რო ცალკე გამოვყოთ ქართული кейსი და ამაზე დავხარჯოთ ჩვენი რესურსი, ეს ფუჭად გახარჯული რესურსი არის. ჩვენ აუცილებლად, ამაში არის სწორედ სისტემური მიდგომა, ამაში უნდა იყოს სწორედ ქართული დიპლომატიის ნიჭი და ამაში უნდა იყოს ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის დამოყარეობა. რაღაც ჩარჩოში უნდა ჩავსვათ აუცილებლად. ქართული თემა უნდა იყოს კარგი გაგები დანამატი გაცილებით რომ მსხვილი რეგიონული თემის ან სუბრეგიონალური თემის. სხვაგვარად ტრამპის ადმინისტრაციაში ჩვენდამი ინტერესის გაღვივება გაჭირდება. თუ გასაგებად თქვი, იმედია რომ გასაგები იყო ჩვენი სპეციალისტები. ბაბილოსთან დაკავშირებით გამახსენდა და აუცილებლად უნდა დავსვა ეს შეკითხვა. რა ამას ჩაეჭიდეთ ახლა, შიშოვდი გავლისკე ძალიან, ხო. კარგი იუმორი იყო სხვათა შორის. თუმცა აი სააკაშვილმა თქვა დღეს და რომ არ შევახო ამ თემას არ შემიძლია რომ საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მურუსიძე ეს გვარი გაგონილი არ მქონდაო და რა ვიცი არავის არ დაგვიწყებია რომ ლევან მურუსიძე იყო გირგულიანის საქმის მოსამართლე და შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ თქვა რომ გირგულიანის საქმის გაყალბებაში ჩართული იყო ყველა სახელისუფლებო ორგანო დაწყებული პრეზიდენტიდან დამთავრებული შინაგან საქმეთა სამინისტროთი აი ამ ტიპის განცხადებები აი როგორ ფიქრობთ ხომ არ იწევს იმ ხალხის გაღიზიანებას ვინც დღე და ღამე უკვე 51 დღეა დგას აქციაზე ქუჩაში და სხვათა შორის დღემდე ცდილობს დისტანცირებას მათ შორის სააკაშვილის თემისგან. ორი მოკლე რემარკით შემოვიფარგლები ქალბატონო ემა. ის რეალობა, ის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ ვართ, ამ რეალობის თანამონაწილენი არიან არა მარტო დღევანდელი ხელისუფლების მესვეურნი, არამედ წინა ხელისუფლების მესვეურნი. კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა ხელწერაზე და სტანდარტებზე, ის მანკიერი მოვლენა, რასაც ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ ბოლო მოუღოთ ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, ეს მათი ერთობლივი შემოქმედება არის. ეს რემარკა ნომერი 1. რემარკა ნომერი 2. საერთოდ ბატონი სააკაშვილი თავისი ორიგინალური განცხადებებით ამ განახლებას ძალიან ცუდ სამსახურს უწევს. ამიტომ თუ მას გულს ყველათ ამოძრავებს, ეხლა მაინც განახლების ჭეშმარიტი სურვილი, გარკვეულწილად დუმილი ალბათ მისი მხრიდან, როგორც მინიმუმ დუმილი აჯობებდა. მოსალოდნელ ბრიტანულ სანქციებს უნდა შევეხო აუცილებლად ჯო უილსონის განცხადებას ვკითხულობდი, რომ ამერიკელები მოკავშირე ბრიტანელებს მოუწოდებენ რომ დროულად აამოქმედონ ეს სასანქციო პაკეტი. დღეს გამოიქვა მოსაზრებები თუ რატომ აწუხებს ამერიკულ სანქციებზე შესაძლებელია უფრო მეტადაც ქართულ ოცნებას მოსალოდნელი ბრიტანული სანქციები. ეს სხვათა შორის მათ მყისიერ განცხადებებშიც იგრძნობა მათ თქვენს რომ თუ ბრიტანეთი მოიყვანს სისრულეში ამ განზრახვას, მაშინ დამტკიცდება რომ ბრიტანეთიც სხვა ქვეყნების მსგავსად Deep State-ის სათამაშოდ იქცაო მე მგონი და ისინი საბოლოოდ უნდა დაემშვიდობონ საერთაშორისო ავტორიტეტს რაღაც მსგავსი განცხადებები იყო ნათქვამი. რეალურად რა შეიძლება მოხდეს მართლაც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ კომპანიებს, რომლებიც დაკავშირებული არიან ბიძინა ივანიშვილთან და მის ბიზნეს პარტნიორებთან, შესაძლებელია თუ არა მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები შეექმნას. მე ვერ გეტყვით კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. მე არ ვარ საქმის კურსში იმ აქტივებთან დაკავშირებით, რომლებიც სასამართლო დავის მიღმა იყო. შესაბამისად, გლობალურად ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ განფენილი თუ განთავსებული აქტივები ამ სასამართლო დავის ფარგლებში უმეტესობა არ ექცეოდა. ამიტომ ჩემი მხრიდან ნებისმიერი კომენტარი იქნება თემით მანიპულირება, სპეკულირება და არასერიოზული მიდგომა. მე არ ჩემ თავს და არ ჩემიკო ჩემს კოლეგებს ფილმიდან ამის უფლებას, რა თქმა უნდა, არ მივცემ და ვერ მივცემ. თუმცა ბრიტანულ იურისდიქციაში ამოქმედებული სანქციები, რა თქმა უნდა, არის მრავალმხრივი დატვირთვის შემდეგ გარემოებათა გამო. პირველი რომ ბრიტანულ იურისდიქციას უჭირავს განსაკუთრებული ადგილი მსოფლიო ბიზნეს არქიტექტურაში ფულის მოზიდვის გრავიტაციული ცენტრი არის ფულის აწევის მოგეხსენებათ ლონდონის ბირჟა ეს როგორც პირველადი განთავსების ბირჟა
არის სხვათა შორის ალტერნატიული საინვესტიციო ბირჟა, სადაც შედარებით მომცრო კაპიტალიზაციის კომპანიები გადიან და ესეც შეიძლება მომავალში, არც თუ შორეულ მომავალში იყოს ერთ-ერთი პერსპექტივა ქართული კომპანიებისთვის და არა აუცილებლად საბანკო საფინანსო სფეროდან. ერთი არის ამ პლატფორმის ამ უნიკალური საშუალების ჩაკეტვა. მეორე, ბრიტანეთის იურისდიქციის მნიშვნელობა გამოიხატება იმაში, რომ გარდა ფინანსებისა ეს არის ურთიერთობების მარეგულირებელი გლობალური ცენტრი. ჩვენ ხშირად ვსმენია, რომ უმეტესობა საინვესტიციო პროექტების იმართება და განჯადი არის ბრიტანული სასამართლოსი და სამართლებრივი სისტემის და მესამე, ეს არის მაგალითის პრეცედენტის დამკვიდრება. როდესაც ბრიტანეთი, როდესაც ბრიტანული იურისდიქცია, რომელშიც თანამეგობრობა და რომელიც არ არის მხოლოდ გაერთიანებული სამეფო, არამედ ბრიტანეთის თანამეგობრობაში შედის არაერთი სხვა ქვეყანა, ეს იძლევა ეს თქვა დომინოს ეფექტს და ეს არის გარკვეულწილად იცით აი მესიჯი დანარჩენი ცივილიზებული ბიზნეს სამყაროსთვის, რომ რახან გრავიტაციულმა ცენტრმა მსოფლიოს ბიზნეს ჭიპლარმა თუ შეიძლება ესე ითქვას, ასეთი შეფასება მისცა გარკვეულ მოვლენას, ამ მოვლენას შეფასებაში უნდა მისდიონ სხვებმა. ამდენად ეს შეიძლება რამდენიმე ჩაშლა არის, ალბათ სხვა ჩაშლებით შეიძლება მოიძენოს, მაგრამ სიმძიმე ამ გაჟღერებული ინიციატივის მათ შორის აი ამაშიც გამოიხატება. აი მარტივად რომ თქვათ, თუ კი რომელიმე ამ ოფშორული კომპანიებიდან ან მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, საკუთარი ფასიანი ქაღალდებით, მოკლედ კოტირებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სანქციების ამოქმედების შემდეგ ეს შესაძლებლობა მათ შეეზღუდებათ? არა, ეს შესაძლებლობა მათ სამართლებრივად არ შეეზღუდებათ. ვინაიდან არის მიზეს შედეგობრივი კავშირი დარღვევასა და შედეგს შორის, ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ საქართველოს ბანკზე, ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ TBC ბანკზე, ჩვენ აბსოლუტურად სხვა სუბიექტზე, ან სხვა სუბიექტაზე ვსაუბრობთ, რომლებსაც ლონდონის ბირჟასთან არანაირი შეხება არ აქვს, მაგრამ ჩვენ გარდა ფორმალური დანაწესებისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ სანქციას აქვს თავისი სტიგმა, თავისი მსუსხავი ეფექტი. და როდესაც საუბარი არის, რომ კონკრეტული ბიზნესის წარმომავლობა არის ისეთი ქვეყნიდან, სადაც მაღალი თანამდებობის პირები არიან დასანქცირებული, ბუნებრივი არის კონტრაგენტისათვის, პოტენციური კონტრაგენტისათვის, ნებისმიერი ქართული კომპანიის გადმოსახედიდან ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რომ შევიდეს გარიგებაში და გააფორმოს კონკრეტული გარიგება ამა თუ იმ მოთამაშესთან. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან ცუდი მესიჯი. კი ბატონო, თქვენს შემდეგ გვექნება აუცილებლად ჩართვა აქციიდან, უკვე 51 დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს საქართველოში. აუცილებლად რადგან მოლოდინების კვირაზე ვსაუბრობთ, 20 იანვარი არის ბოლო დღე, არ ვიცი, ულტიმატუმი დავარქვათ ამას, დათქმა დავარქვათ, რომელიც მსახიობებმა წაუყენეს პირობად ხელისუფლებას და უთხრეს, რომ თუ მათი კოლეგები არ იქნებიან პატიმრობიდან გათავისუფლებლები, ისინი პასიური პროტესტიდან უკვე აქტიურ ქმედებებზე გადავლენ. სხვათა შორის ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციას ვკითხულობდი, სადაც საუბარია მათ შორის ამ მოთხოვნაზე და თქვენ თქვით წეღან და სწორედ ამიტომ გამახსენდა, რომ მათ შორის ქართულმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა სწორად უნდა მიაწოდოს, ასე ვთქვათ, გზავნილები დაახლოებით ასეთი რამ თქვით, საქართველოს მიმართებაში საერთაშორისო პარტნიორებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტური და დროული რეაგირება მოახდინოს და ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს ქართულ ოცნებას, რომ ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული ყველა დანაშაული, რა თქმა უნდა, ბრჭყალებშია, ბრალდებული ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას აჟღერებენ ამ რეზოლუციაში, რომელსაც ემუქრებათ მრავალწლიანი პატიმრობა და აქვე საუბარია ისევე როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლება. ანუ არ ვიცი, იქნებ სწორად არ არის შერჩეული თუნდაც აქცენტები ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მსგავსი რაღაცებიც ასევე იწვევს იმ ხალხის გაღიზიანებას, რომელიც უწყვეტ პროტესტშია დღეს. ხო, დიახ, მე თქვენის ნებართვით ერთი კიდევ მცირე განმარტება უნდა გავაკეთო თარიღების საკრალიზაციასთან დაკავშირებით. აი 20 იანვარი, რა იქნება 20 იანვრის შემდეგ. ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან პრიმიტიული მიდგომა არის საკითხისადმი. და თქვენი ეთერი პრიმიტივიზმს მსჯელობაში არ იმსახურებს. თქვენ მაღალი თამასა გაქვთ დაწესებული. ამიტომ ჩვენ განვმარტოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. რა არმაგედონი შეიძლება დაგვეცეს თავზე 20 იანვრის შემდეგ, ან არ დაგვეცეს, არანაირი.
საუბარი არის ეხლა როცა მე შესაბალი გავაკეთე და ვთქვი რომ შეიძლება ქართული თემატიკის გამოყოფა გაჭირდეს როგორც განსალკებული თემის კიდევ ერთი დათქმა მას შემდეგ რაც ახალი ადმინისტრაცია იმკვიდრებს ადგილს თეთრ სახლში მას მინიმუმ ჭირდება 3-დან 6 თვემდე გარკვეული პოლიტიკის დოკუმენტების შემოსამუშავებლად. ამიტომ აქ რაიმე მყისიერ ეფექტზე ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ. ეს პოლიტიკის დოკუმენტები ყველაფერთან ერთად იქნება დამოკიდებულება შეერთებული შტატებისა, რუსეთთან და ჩინეთთან ევრაზიულ სივრცეში. ეს ყველაფერთან ერთად შეიძლება იყოს დამოკიდებულება თურქეთთან მიმართებაში. ეს ყველაფერთან ერთად შეიძლება იყოს დამოკიდებულება შავი ზღვის დიდ რეგიონთან მიმართებაში. ეს ყველაფერთან ერთად შეიძლება იყოს დამოკიდებულება ახლო აღმოსავლეთთან. აი მთელ ამ კონგლომერატში, ნაერთში გარემოებები შეიძლება ჩვენ თუ ვიყოჩაღეთ, რა თქმა უნდა, გამოვზებნოთ ჩვენი ადგილი. ასე რომ ეს ერთი შეხსენება აუცილებელი და მეორე ეხლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თეთრ სახლზე, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ძალიან ფართო დისკრეციით სარგებლობს საერთაშორისო ურთიერთობებში. ჩვენ ეხლა არ გვექნება ამის საშუალება, რომ ეს გავშალოთ. ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ძალიან პრეცედენტული გადაწყვეტილება არის უზენაესი სასამართლოსი, რომელმაც სწორედ პრეზიდენტის აღმასრულებელ პრივილეგიაზე ისაუბრა. რა არის აღმასრულებელი პრივილეგია? ეს არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უფლება, ავტონომია დაუბრკოლებლად სხვა ინსტიტუტების დაუკითხავად განახორციელოს თავისი ხაზი საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ ამის მიღმა არის კიდევ ერთი მთავარი მოთამაშე. ეს არის შეერთებული შტატების კონგრესი, რომელსაც საგარეო პოლიტიკის ფაილი ძალიან დიდი ნაწილი უჭირავს. კონგრესთან დაკავშირებით ჩვენ განწყობები ვიცით. ამიტომ აი მთელი ეს მოზაიკა ჩვენ მხედველობაში მივიღოთ, ეს მყისიერი ეფექტების მოლოდინი და როგორც თქვი, თარიღების საკრალიზაცია, რომ 20-21 იანვრიდან დაკავშირების შემდეგ ჩვენ მოყოლებული რაღაც ეფექტს ვიგრძნობთ ამ პოზიტივოს ნეგატივს, ეს არის მაპატიეთ ქართული პოლიტიკური აზრის პრიმიტივიზმის კიდევ ერთი გამოვლენა. მადლობა, ვიქტორ ყიფიანს, JVK-ის თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და როგორც დაგპირდით გვექნება